გასული წლის დეკემბერში საქართველოში გაიმართა მენტალური არითმეტიკის საერთაშორისო ჩემპიონატი, რომელიც იმდენად მასშტაბური იყო, რომ დაახლოებით 4000-მდე სტუმარი ჩამოვიდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. წელსაც იმართება 21 ივნის ჩემპიონატი, კვლავაც ჩატარდება ჩვენს ქვეყანაში, თუმცა ამჯერად ქართველი მონაწილეები ეყოლება მას. უფრო ვრცლად და დეტალურად ჩემპიონატის შესახებ ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ და არა მხოლოდ ჩემპიონატის შესახებ, ხო, მენტალური არითმეტიკის შესახებაც. წარმოგიდგენთ ჩვენ სტუმრებს საჰარ ჰარბი, იუსიმას, საქართველოს ფრენჩაიზის ფლობელი საქართველოში, ანასტასია ბლიაძე და სოსო გოგიძე, იუსიმასის მოსწავლეები. მოგესალმებით, მეგობრებო და მადლობა რომ დილით ხართ ჩვენთან ერთად. პირველ რიგში დავიწყებთ თქვენგან საუბარს, რა თქმა უნდა, ჩემპიონატზე საუბარი საინტერესოა, თუმცა მენტალურ არითმეტიკაზე რომ დავიწყოთ საუბარი, რა მეთოდია, ასე ვთქვათ, მათემატიკის შესწავლის და ბავშვების განვითარების. Okay, good morning. Thank you for having us. პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. სანამ უპასუხებ კითხვას, მინდა ერთი წუთი დავუთმო იმას, რომ აღვნიშნო ეროვნული კონკურსი, რომელიც 2025 წელს ვუმასპინძლეთ და მინდა გამოვხატო ჩვენი გულწრფელი მადლიერება თბილისის მუნიციპალიტეტის მიმართ, ბატონ მერს კახაკალაძეს და ბატონ ირაკლი გულავას მიმართ, რათა ისინი მუდმივად მხარს უჭერენ ჩვენს პროგრამას და ჩვენს ღონისძიებებს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის ღირებული ინიციატივები, რასაც ახორციელებენ ჩვენი ახალგაზრდებისთვის. იუსიმასი მოკლედ რომ თქვათ, ეს არის საერთაშორისო პროგრამა, რომელიც არსებობს 1993 წლიდან უკვე 30 წელზე მეტია და ეს წარმოდგენილია 80 ქვეყანაში მსოფლიოს მასშტაბით და ეხმარება ბავშვებს, მილიონობით ბავშვს მსოფლიოს მასშტაბით, რომ განავითარონ არსებითი კოგნიტური უნარები, იქნება ეს ყურადღება, აღქმა და აზროვნება, კრიტიკული აზროვნება. იუსიმასი იყენებს და მხარს უჭერს მათემატიკის სწავლას, იმით რომ იყენებს აბაკუსის მეთოდს, აბაკუსის ინსტრუმენტს, რომელიც გახლავთ გამოყენებული უნიკალური ტექნიკის საშუალებით. ეს არის სამეცნიეროდ დამტკიცებული მეთოდოლოგია, სადაც შეგვიძლია ერთად ვიმუშაოთ და მოსწავლეებს შევთავაზოთ მაღალი დონის კონცენტრაცია, განვუვითაროთ ასევე მეხსიერების უნარი და ზოგადად ტვინის განვითარების მიმართულებით ვიმუშაოთ. რამდენად პოპულარულია საქართველოში მათემატიკის შესწავლის ეს მიმართულება და რამდენად დიდია დაინტერესება, ხო, შესაბამისად და საინტერესოა ასევე რამდენად დადებითად მოქმედებს ან როგორ მოქმედებს ის ბავშვის განვითარებაზე. საქართველოში დავიწყეთ 2018 წელს, დასაწყისში ვიტყოდი, რომ გამოწვევა იყო მშობლებთან მიმართებით, რომელთანაც ვცდილობდით დაგვერწმუნებინა, რომ 4 წლის ბავშვი, რადგან ჩვენი პროგრამა იწყება ადრეული ასაკიდანვე, 4-დან 14 წლამდე და ჩვენი გამოწვევა იყო ის, რომ დაგვერწმუნებინა მშობლები, რომ მონაწილეობა მიიღოთ ბავშვებს ადრეული ასაკიდანვე და ის რომ ის დაეხმარებოდათ მათ შვილებს უკეთ განვითარებულიყვნენ ვიდრე უფროსი ასაკის შემთხვევაში იქნება ეს 10 თუ 14 წელი. საქართველოში ამჟამად უკვე ჩვენს პროგრამას ვთავაზობთ დიდ მსხვილ ქალაქებში, თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, გორი, ფოთი, თელავი, რუსთავი. შესაბამისად მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ შეგვეთავაზებინა ეს შესაძლებლობა არა მხოლოდ თბილისის მოსწავლეებს, არამედ საქართველოს მასშტაბით. ამჟამად ჩვენი მშობლები, როგორც ხედავთ, ყავს მოსწავლეები, რომლებიც 2019 წლიდან ჩვენთან არიან მონაწილეობას იღებენ და აგრძელებენ ამ სხვადასხვა დონეზე სწავლას, ეტაპზე სწავლას იუსიმასის პროგრამის ფარგლებში. ახლა უფრო გაცნობიერებულნი არიან მშობლები, რა გავლენა აქვს ტვინის განვითარებაზე და იმაზე, რომ მნიშვნელოვანია ინვესტიცია მათი შვილის განვითარების მიმართულებით. განსაკუთრებით ამჟამად, როცა ასეთ ციფრულ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც ჩვენი ბავშვები არიან მუდმივად სწრაფ კონტენტთან შემხებლობაში და ასევე მუდმივად ეკრანებზე არიან დამოკიდებულნი. კი ბატონო, ახლა კი გადავინაცვლოთ მარჯვენა ფლანგზე, ანასტასია და სოსო მინდა წარმოგიდგინოთ, რომლებიც იუსიმასის მოსწავლეები არიან და ფლობენ ამ ტექნიკას. მოდით ანასტასია, დავიწყოთ თქვენგან, მოგვიყევით, როდის დაინტერესდით მენტალური არითმეტიკით, რა მეთოდია ეს და ჩვენც რომ აგვიხსნა, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ თითებს, ვხედავთ აბაკურს, როგორ ხდება ეს ყველაფერი რომ აგვიხსნა? მენტალურ არითმეტიკაზე მივედი 4 წლის ასაკში. კოვიდის პერიოდი იყო და მინდა რომ არაფრით არ ვიყავი დაკავებული, გადავწყვიტე რომ მესწავლა მენტალური არითმეტიკა. როცა მენტალურ არითმეტიკაზე მივედი, ჯერ ნოლიანის წერაც არ ვიცოდი. ახლა ვარ მერვე დონეზე და უკვე შემიძლია მილიონების ფარგლებში ანგარიში.
მენტალურ არითმეტიკაზე სულ რამდენი დონეა? სულ 10 დონეა და მენტალურ არითმეტიკაზე დავდივარ 6 წელია. აჰა, ძალიან საინტერესოა და სოსოს მინდა ვკითხო, როგორ ემზადები ჩემპიონატისთვის, რომელიც ოსტში გაიმართება? ჩვენ ძალიან ბევრს ვაჯდავთ ჩემპიონატისთვის და გვინდა გავაკეთოთ ჩვენი საუკეთესო. უნდა გააკეთოთ. ლანა, შენ გქონდა ეთერს მიღმა ესეთი გეგმა, რომ ბავშვებს გამოითვალათ, ხო? და ძალიან საინტერესოა პირველად მესმის სხვათა შორის ამ საგნის შესახებ, ხო? და როგორ მუშაობს? How it works? ჩვენ სანგარიშო აბაკურსი, აბაკურს წარმოვიდგენთ შემდეგ გონებაში და აბაკურსზე ესე ვანგარიშობთ, რომ ეს ტიპები ამას ნიშნავს, რომ ის, აჰა. კი, როგორც აბაკურსზე ხელებს ვადებთ, ისევე წარმოვიდგენთ გონებაში და ისე ვანგარიშობთ. კარგი. რა არის ყველაზე რთული შენთვის აი ამ მეთოდში? უფრო მაღალ ციფრებზე რო ვადიხარ და ანუ უფრო მეტი ნიშნარი ციფრები როა უფრო რთული გასაკეთებელია და ფორმულები უნდა დაიზეპირო და სხვადასხვა ანუ ხო, ანუ რაღაცნაირი მეთოდები, ხო? მოვიმარჯვო ტელეფონი? მზად ხართ? აბა. გიორგი, მე შენ ვუყუროთ და ვნახოთ. დავიწყოთ ანასტასიასგან. მოდი მიმატება იყოს, ხო? ორ ციფრა ხო შეიძლება, ხო? კარგი. ანასტასია, 25-ს მივუმატოთ 68, მივუმატოთ 32, მივუმატოთ 74, მივუმატოთ 45. რამდენია? 254. ყოჩ. 254. სადაც ჩვენ? ვიდი აბა. ესე იგი, 17-ს მივუმატოთ 65, მივუმატოთ 23, მივუმატოთ 11, მივუმატოთ 54. გვეყოფა ოდრის. 160. ყოჩი. ეგ არის. ეს არის სწორი პასუხი. მაგრები ხართ. გადავინაცვლოთ ისევ, ხო? ბავშვებმა ისე გამოთვალეს ამ მეთოდით, რომ მე შეიძლება კალკულატორითაც ვერ გამომერთ. ოჩახ ბავშვებო, ამატებებს გისურვებთ ნამდვილად. შეჯიბზე ვისაუბროთ, ხო? შეჯიბზე ვისაუბროთ. დაგიბრუნდებით თქვენ თუ შეიძლება წელს ასევე მასშტაბური იქნება, ჩვენ მახსენეთ, რომ საერთაშორისო არ იქნება, თუ ქართველი მოსწავლეები იქნებიან, თუმცა აი უფრო მეტი დეტალი რომ გითხრათ, რამდენი მოსწავლე ჩაერთვება და როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი. როგორც აქამდე აღინიშნა, იუსიმას ეს არის საერთაშორისო პროგრამა. იუსიმასის სისტემაში როგორც წესი, თითოეულ ქვეყანას ყოველწლიურად ახორციელებს ეროვნულ ჩემპიონატს, სადაც ქვეყნის მასშტაბით ვაერთიანებს მოსწავლეებს, რომლებიც მონაწილეობენ იქნება ეს იმავე წლიდან თუ წინა წლის მოსწავლეები, არა მხოლოდ კონკურსში მონაწილეობის მიღებისთვის, რადგან ეს მხოლოდ გამარჯვებას არ ეხება, რა თქმა უნდა, ჩემპიონატის ფარგლებში ვცდილობთ, რომ თავდაჯერებულობა ავუმაღლოთ მოსწავლეებს და ასევე ის რომ გამოწვევის წინაშე დააყენონ საკუთარი თავი მანამ სანამ სხვებს დააყენებენ გამოწვევების წინაშე, ამიტომ წელს 20 და 21 ივნის გვეყოლება დაახლოებით 800 მოსწავლე საქართველოს მასშტაბით სეულის უნივერსიტეტში, რომლებიც მენტალურ არითმეტიკის ფარგლებში საკუთარ უნარებს აჩვენებენ, ასევე შეეჯიბრებიან ერთმანეთს, რომ 8 წუთში 200 ამოცანა ამოხსნან, გვაქვს ასეთი კატეგორია და ასევე გვაქვს ეგრეთ წოდებული ფლეშ კატეგორია. საოცრება ნამდვილად და როგორ ხდება ამ ფესტივალში თუ კონკურსში მონაწილეობის მიღება? როგორ უნდა დაარეგისტრირდნენ ბავშვები, ან ვის შეუძლია რომ მიიღოს მონაწილეობა? ამჟამად იმისთვის რომ შევძლოთ მონაწილეობის მიღება საერთაშორისო კონკურსში, საუკეთესო შედეგების მქონენი, რომელიც მოიგებენ ეროვნულ ჩემპიონატს, შეეძლებათ რომ მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო ჩემპიონატში, რომელიც ყოველწლიურად ტარდება დეკემბერში, შრი-ლანკაზე ჩატარდება წელს. შესაბამისად მომზადება არის ჩვენი იუსიმასის მოსწავლეებისთვის და მოგვიანებით, რა თქმა უნდა, შეიძლება ყველა ბავშვისთვის ხელმისაწვდომი გახდეს, მაგრამ იმის გათვალისწინებით
მოგეხსენებით რომ ვიყენებთ აბაკუს ჩვენს მეთოდოლოგიას. ჯერა რომ მხოლოდ UCMS-ის სტუდენტები ამ შემთხვევაში ჩვენი პროგრამის მონაწილეები შეძლებენ მონაწილეობის მიღებას და 2000 მოსწავლე გვყავს დაახლოებით ჯამში და 800 არის 800 შეუძლია მონაწილეობის მიღება ჩემპიონატში. დიახ, და ძალიან საინტერესოა ასევე ასაკობრივი კატეგორიაც. რა ასაკიდან შეიძლება ვთქვათ, რომ მიიღონ ამ კონკურსში მონაწილეობა და რა არის ზედაზღვარი? So I hope that we will meet. იმედია შევხვდებით ეროვნული ჩემპიონატის შემდეგ და გაჩვენებთ რომ 4 წლის ასაკის მოსწავლეც კი მონაწილეობას იღებს ჩვენს ჩემპიონატში. ჩვენი მიზანია რომ თავდაჯერებულობა შევუქმნათ, შესაძლებლობა მივცეთ ბავშვებს რომ საკუთარი უნარები გამოავლინონ. არ აქვს მნიშვნელობა შეასრულებენ 200-ვე ამოცანას თუ არა, ეს არის 4 წლიდან. ნახავთ 18 წლის მოსწავლესაც რომელმაც უკვე დაიწყო ჩვენთან მაგალითად, როდესაც 12 წლის ასაკის იყვნენ, ასევე ისინიც მიიღებენ მონაწილეობას შეჯიბრში, მაგრამ გვაქვს განსაზღვრული კატეგორია და რა თქმა უნდა, ყველა მოსწავლე ეჯიბრება იმ დონეზე, რომელ დონეზეც ახლა არის ამ პროგრამის საათი. ძალიან დიდი მადლობა თქვენ სტუმრობისთვის, თქვენ წარმატებას გისურვებთ. 20-21 ივნისი ესეთი დღეები იქნება საინტერესო თქვენთვის, ასე რომ წარმატებები თქვენ და ყველა იმ მოსწავლეს, რომელიც ჩაერთვება ამ ჩემპიონატში. დაგემშვიდობებით და მადლობას გიხდით სტუმრობისთვის. ძალიან დიდი მადლობა.